გამარჯობა ბატონო ბიძინა, თუ დროს ვარ გეკავთ. რა კარგი. ხო, ესა ნატოს შევხვდი მე დღეს დილით. ხო და სეცხლეო რაღაცა პარაგეცი ბატონ ბიძინას რომ ნატოს უნდა რომ როგორც აქციონერმა მის გარანტია ეგეთი არ ყოფილა. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის ეს სატელეფონო საუბარი დაცვის მხარისთვის ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილს 5 მილიონ ამერიკულ დოლარს ქართულ ბანკიდან სესხის სახით სთხოვდა. აუდიო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გამოიკვლიეს. საუბარია სესხის პროცენტზე, რა დროსაც ოლიგარქი ბიზნესმენ ბაჩიაშვილს ეუბნება, რომ მიღებული მოგებიდან ბანკს გარკვეული თანხა დამატებით უნდა მისცეს. შემიძლია პროცენტი მაღალი მისცე, როცა გამოვა, ანუ მას შემიძლია გავაკეთო. პროცენტის მიცემა არ გასულს არჩიან პრინციპში მაღალი პროცენტის მიცემა. მე ფიქსირებულის არ მინდა, მაგრამ როცა გამოვა ლოგიკური როგორია ეგა. ბანკმა რისკში თუ მონაწილეობა მიიღო, მოგებაში ცოტა ჩაუნაწილდა და იქნება რა. მიუცემ არ არის პრობლემა კაცო, მაგას რა არის. სტავკა იყოს 10% სიტყვაზე და თუ ისა ბოლოში რომ დაიფარვა, კიდე 5%-ს მიცემ, რომ 15 გავხარ. სატელეფონო საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს უმტკიცებს, რომ ქართულ ბანკზე გავლენა არ აქვს. ვერ დაურეკავს ბანკის დირექტორ ნატო ხანინდრავას და სესხის დამტკიცებას ვერ უბრძანებს. თუმცა იქვე ოლიგარქმა ივანიშვილმა ბიზნესმენს ურჩია, რომ ბანკი დაერწმუნებინა ბიზნესის წარმატებაში. მე რა დამოკიდებულება ბანკზე არ მიდე ხა ის უცხო მეგეუბნები და მიერთეს ის არ მაქვს დამოკიდებულება ბანკზე. აბა ნატოსთან ეხა მოახერხე შენ დღეს კიდევ ერთ შეხვედრა. დაულაგო და მე იქიდან დამერიგეთ 2 მეტრს მაინც თავზე დამერიგეს. კი ბატონო. არც ამ სატელეფონო საუბარში და არც წერილობი დოკუმენტებში არ არის სიტყვა ინვესტიცია ნახსენები, რაც ბაჩიაშვილის მტკიცებით ადასტურებს იმას, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და 5 მილიონი ამერიკული დოლარიც ქართულ ბანკისგან ნამდვილად სესხის სახით აქვს მიღებული. საუბარი არის მხოლოდ ჩემს მიერ ქართულ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე. რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი თანხდება და მეუბნება, რომ გამევლო ეს თემა დეტალურად ქართულ ბანკის დირექტორთან და შემეთავაზებინა რამე დამატებითი ინტერესი. არც ერთი უთხოვარი მტკიცებულება გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა და მისი თანამშრომლების ჩვენებისა, ნახსენებიც კი არ არის პოტენციურ ინვესტირებაზეც კი. ჩანაწერის ავთენტიკურობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან განსხვავებით გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა. საერთაშორისო ევროპულმა კვლევითმა ცენტრმა ასევე ჩანაწერში ფიგურანტი პირების იდენტიფიცირება შეძლო. დაადგინა, რომ დიალოგი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შედგა. აუდიო ფაილის ჩარჩო ანალიზის დროს განსაკუთრებით თითოეული ჩარჩოს 20 მილიწამიან ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა არანაირი არალეგულარულობა, რომელიც პოტენციურ რედაქტირებაზე მიუთითებდა. ჩარჩოების ხანგრძლივობა კონსისტენტურია AMRNB კოდექთან შედარებით, რაც გვაძლევს საფუძველს თქვათ, რომ აუდიო ფაილზე აშკარა რედაქტირება არ განხორციელებულა. სასესხო ხელშეკრულებასთან ერთად ახლა ეს აუდიო ჩანაწერი და გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. მთავარი მტკიცებულებაა ივანიშვილის წინააღმდეგ. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს ჩანაწერის შეგმნის თარიღს და ადგენს მოსაუბრე პირთა ვინაობებს, ანუ იდენტიფიცირებას ახდენს. გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა სათავისოდ წაიკითხა საქმის პროკურორმა და ოლიგარქი ივანიშვილის ინტერესების დამცველმა. ექსპერტი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიო ჩანაწერზე არ მოიპოვება. ანუ არ არის, ასე ვთქვათ, გადამჭრელი ამის ექსპერტის განმარტებები, სწორედ ამაზე გადავმახვილეთ ჩვენ ყურადღება. ეს არის დასხმის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ეს აუდიო ფაილი არის სავარაუდო სატელეფონო საუბარი და ზოგიერთი აუდიო გაყოფილება არის ფონის ხმაური და ხმის გადამარვა. ეს არის პირდაპირ ციტირება მაგალითად. ბაჩიაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაგრძელდება, სადაც დაიკითხება გერმანელი ექსპერტი, რომელმაც ივანიშვილ-ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბარი შეისწავლა.